ის ამას იმიტომ აკეთებდა, რომ ეს დავალება ქონდა მას. ის უნდა დაეპატიმრებიათ, მერე უნდა გამოეცხადებიათ პოლიტპატიმრად, ეხლა ეთყობა მობეზრდა იქ ჯდომა. შეიძლება მართლა ავათარი, არ ვიცი, ეს გასარკვევია, მაგრამ ამ დროს, აი ამ 1-2 კვირის წინ, უნდა თქვა, ლიბერტი ბანკში, მისი დედა და მამა დიდი ჩანთით, ესე პაჭკებით იღებდნენ ფულს. ხო, მაგრამ ამ ფულის წარმომავლობას ისინი ხშირად ლეგიტიმურად მიიჩნევენ და პაჭკებით არა, ალბათ. არა, შეიძლება რაღაცას შეიძლება, იმიტომ რომ იქ სხვა ოჯახიც არის, რომელიც სოლიკოვის სელაძის შთამომავალია და იღებს რაღაც თანხას, მაგრამ პაჭკობით და ასე გახსნილი ჩანთით არ დგანან სალაროსთან. ეს ფაქტია. ეხლა ავათარი და ეხლა ჭირდება იქნებ მართლა ცუდად არის შეიძლება ამ ნაწილში შეიძლება ხელაწონის ქალია ასეთი 4 შვილის დედა და არიქა უნდა რატო უნდა გავანთავისუფლოთ? გადასარევი პირობებია დღეს საპატიმროებში. უფასოდ უმკურნალებენ, დიაგნოზსაც დაუსვავენ, ეგერ გადაიყვანეს ვივამედში, რომელიც ინფრასტრუქტურა დაუთმო ვივამედმა და ჩვენურად მიხედავენ. და საერთოდ ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი უსამართლობა. მათ ქვეყანაში თუ რაც შეიძლება და ჩვენ ქვეყანაში ეს არის დაუშვებელი. სხვათა შორის დემოკრატია კი არა. მე გეტყვით, რომ აქ უფრო ანარქიას გავდა, აი ხა კანონი რომ მიიღეს ამ ბილსიტყვაობაზე და აი ეს ძალიან გაამართლა, იმიტომ რომ უეშინიათ ამ ჯარიმებმა ცოტა დააშინა. მე ბულინგთან დაკავშირებით ცალკე შეგეკითხებით, ცალკე მინდა თორე იყო ატეხილი, მისთან ამბავი იყო ეკრანზე, ხან მარიამ ღვთისმშობელი გაგვილანძღეს, ხან ღვინო შეგვიბღალეს, ხან რა არის მოდა ეკრანიდან, ეს იყო ანარქია. მე ვამბობდი, რომ ეს დემოკრატია კი აღარ არის უკვე, მაგრამ თავიდან შეცდომა იყო აი ეს კოჰაბიტაცია. ეს არ უნდა მომხდარიყო, ეს იყო დამნაშავე კრიმინალური დაჯგუფება. დასაწყისში კარგად დაიწყეს, რაღაც სისტემები ჩამოაყალიბეს, მაგრამ მერე ისე აიხსნეს აღვერი და იმისთანა საქმეები აკეთეს, ბოლოს და ბოლოს ომში ჩაგვითრიეს, ხო? ეს ხომ სააკაშვილის რაღაცა საშინელი ნაბიჯი იყო. თუმცა დარწმუნებული ვარ თქვენს ამ იმას სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოყვება, კი არ ჩაგვითრიეს, რუსეთი დააგვესხა თავს და ასე დაგვესხა რუსეთი თავს, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ რუსეთი არ დაგვესხა თავს, დაბომბა მან ცხინვალი. მე იქაც ყავს მეგობრები და ვკითხე გულწრფელად მითხარით, როგორ იყო. გამოაცხადა დილით, რომ ჩვენ მეგობრები ვართ, ჩვენ ერთმანეთს თქვენთან არაფერი საპრეტენზიო არ აქვს და 6 საკლდა 15 წუთი რომ წამოვიდა ბომბებიო.